საღამო მშვიდობისა. მე გახლავარ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მივესალმოთ ჩვენს მონაწილეს, ცოტნე უმეკაშვილი. ცოტნე არის 23 წლის გორიდან. მომავალი დიპლომატი და პოლიტიკოსი. ძალიან კარგი. ამჟამად ცოტნე მუშაობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. რა განხილვით მუშაობ? საგარეო ვაჭრობის უფროსი სპეციალისტი ვარ. ცოტნე ვისთან ერთად მოგზავნეთ სტუდიაში? მშობლებთან ერთად. მოგესალმებით. მოგესალმებით. და რომ მოვიგებთ 100,000 ლარს, რას ვაპირებთ? ვიმოგზაურებ ოჯახთან ერთად. ჰობი რა არის? ცოტნე. ჩემი ჰობი არის ენების სწავლა. და რამდენი ენა ვიცით ამჟამად? 5 და 5. რა ენები ვიცით? ინგლისური და გერმანული, დიახ. მაღალ დონეზე და შედარებით ნაკლებად რუსული და ფრანგული. ცოტნე მე წესებში გახსენებთ 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო შენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებ, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? დიახ. მზად ხართ? კი. ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. მე მინდა გამოვაცხადო ჩვენი დარბაზი, თეატრალური სტუდია სახიონი, მოგესალმებით. მადლობა. რაგბის კლუბი ხვამლი, მოგესალმებით. უცხო ენების აკადემია Smart Hub-ი და 62 საჯარო სკოლა. მოგესალმებით. ჩვენ კი ვიწყებთ ცოტნე და პირველი კითხვა. 100 ლარი. თუ ყავთ 2 ძმა და არც ერთი და, რამდენი შვილი ყავთ თქვენს მშობლებს? 1, 2, 3, 4. 2 ძმა, 2 და მე 1, შესაბამისად 3. C. C. 3. 100 ლარი თქვენ. რა თქმა უნდა. მეორე კითხვა 150 ლარი. ვის უნდა მივმართოთ კბილის ტკივილისას? კერძო დეტექტივს, მეზობელს, პრეს-ცენტრს თუ სტომატოლოგს? უნდა მიმართოთ სტომატოლოგს და მივმართოთ უნდა სტომატოლოგს. D. სტომატოლოგს. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რომელ სიტყვაში არ მეორდება არც ერთი ასო? ასიმეტრია, უნიკალური, ფერწერა, ჰიპოტენუზა. ვიტყოდი D ჰიპოტენუზას, რადგან დანარჩენებში მეორდება. მაგალითად A პასუხში მეორდება A და I, B პასუხში მეორდება I და I, C პასუხში E და E და D-ში არაფერი. ესე იგი ჰიპოტენუზა. D ჰიპოტენუზა. და ეს ორი პასუხია. 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რომელი აღნიშნავს სერვისის ხელმისაწვდომობას დღისა და კვირის ნებისმიერ დროს? 24/7-ზე, 1/2-ზე, 24/30-ზე თუ 48/12-ზე? 24/7-ზე შესაბამისად A. 24/7-ზე. 250 ლარი თქვენია. და მივედით მეხუთე კითხვაზე. გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც თვითონ ვერავინ წაგართმევს. თუ უპასუხებთ რა თქმა უნდა სწორად. და მეხუთე კითხვა 300 ლარი. ამადგან რომელი ითარგმნება ქართულად როგორც მშვიდობით მეგობარო? A.
adios amigo. B. Dios mio. C. Bella ciao. Tu D. Grazie signora. ვიცი ხუთი ენა, მაგრამ სხვა ენებშიც გამეგება რაღაცები და შემიძლია გითხრათ, რომ პასუხი იქნება adios amigo, იმიტომ რომ dios mio არის ჩემი ღმერთი, grazie signore არის მადლობა სინიორ ქალბატონო და bella ciao ნახონდის ლამაზო. გასაგებია. A. Adios amigo. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. რომელსაც ვერავინ წაკარდა. Adios amigo. ძალიან კარგი ცოტნე. 300 ლარი გვაქვს გარანტირებული. ასევე 3 დახმარება ხელუხლებელი და მეექვსე კითხვა. 400 ლარი. რომელ ტაძარში ინახება უფლის კვართი, რომელიც ელიოზმა ჩამოიტანა იერუსალიმიდან საქართველოში? A. სვეტიცხოველში. B. გელათში. C. ჯვრის მონასტერში. თუ D. ალავერდში. აქ მსჯელობა დამჭირდება, შეგვიძლია გამოვრიცხოთ ჯვრის მონასტერი და ალავერდი. რატო? რადგან არ მახსოვს რომ აქ იყოს. კი ბატონო. დაგვჭა სვეტიცხოველი და გელათი. და უფრო რატომღაც მახსოვს რომ ნანახი მაქვს სვეტიცხოველში. ანუ საბოლოო პასუხია? ეცამი. მოდი 50-50-ზე. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. დიახ. კომპიუტერს ვთხოვთ, საშალოს ორი არასწორი პასუხი. დაგვჭა A. სვეტიცხოველი და C. ჯვრის მონასტერი. ვთხოვებთ თქვენს ვერსიას თუ კიდე მოითხოვთ დახმარებას? მოდი დავტოვოთ სვეტიცხოველი. საბოლოო პასუხია? გავაკვეთლოთ? მოდი დარბაზის დახმარება გამოვიყენოთ. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. კი ბატონო, დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, ვთხოვთ რომ აწიოს ხელი. მეორე, ყავს. 3 ადამიანი შეგიძლიათ რომ აირჩიოთ ცოტნე? დიახ, ვინც თქვენ გნებავთ? თქვენ და თქვენ მაშინ. თქვენ. აი, არჩეულია. გადააწოდეთ. გთხოვთ, გაგვეცანით? ჩემი სახელია სანდრო ცანავა. დიახ. რაც შეეხება სწორ პასუხს, ეს არის A. სვეტიცხოველი. მადლობა. მე ვარ მარისა ლუქვაძე. დიახ. სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, სვეტიცხოველი. მადლობა. მოგესალმებით, მე გახლავართ მარიამ წაწერიან და სწორი პასუხი არის სვეტიცხოველი. მადლობა. მოკლედ, ცოტნე დარბაზში 3 პასუხი გაჟღერდა და 3-ვე არის A. სვეტიცხოველში. თან დარწმუნებით ამბობდნენ. კი. რას იზამ დაუჯერებ დარბაზს? დაუჯერებ. დაუჯერებ დარბაზს. დიახ. ანუ საბოლოო პასუხია A. სვეტიცხოველი. სვეტიცხოველში. მადლობა დარბაზს. ეს სწორი პასუხია. 400 ლარი თქვენია. ცოტა ხო არ დაიბენი. შეიძლება. უილად გამოვიყენე. დაგჭა ერთი დახმარება ზარი ახლობელთან და მე-7 კითხვა. 500 ლარი. ფილმში არაჩვეულებრივი გამოფენა აგულის თქმით საიდან გამოასწრო საკუთარ ცხენს პიპინიამ? A. პორტსაიდიდან. B. პორტ ვილადან. C. პორტ არტურიდან. თუ D. პორტ როიალიდან. ფილმი ნანახი გაქვთ ხო ალბათ? ნანახი მაქვს, მაგრამ მაგრამ არ გახსოვთ. არ მახსოვს. ეგ ფრაზა. მოდი ახლობელთან ვისთან ვეკავთ? CSU-ს პროფესორთან ზურაბ დავითაშვით. ბატონ ზურაბთან. ვიყენებთ მესამე დახმარებას ზარი ახლობელთან და ვეკავთ ბატონ ზურაბთან. ბატონ ზურაბ, მოგესალმებით. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგოთ 100,000. დიახ.
ცოტნე უმეკაშვილი მისის, ეხლა მე პირისპირ და თქვენი დახმარება ჭირდება. თუ სწორად უპასუხებს 500 ლარი მისი იქნება. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ცოტნე თავად დაგისვამთ კითხვას. ბატონო ზურაბ. ჩაიგდო. ბატონო ზურაბ, კითხვა არის ასეთი, ფილმში არაჩვეულებრივი გამოფენა აგულის თქმით საიდან გამოასწრო საკუთარ ფილმში არაჩვეულებრივი გამოფენა აგულის თქმით საიდან გამოასწრო საკუთარ ცხენს პიპინიამ. ა პორტსაიდიდან ბ პორტვილადან C პორტ არტურიდან თუ არაჩვეულებრივი გამოფენაში აგულის თქმით საიდან გამოასწრო საკუთარ ცხენს დრო იცით დრო ამოიწურა. აქაც ჩემი აზრით ხერხია, ჩემი აზრით ცოტა საჭირო რომ რაღაცნაირად სწრაფად გადავცეთ ხოლმე. კითხვა სწრაფად დაუსვათ რომ იქაც დრო კონდეთ. სამწუხაროდ დახმარებები აღარ დაგვრჩა. თუ სწორად უპასუხებთ 500 ლარს იგებთ. თუ არა და კარგავთ 100 ლარს და ჩემით 300 ლარის ამარა. შეგვიძლიათ ვიმჯელოთ, მივიდეთ იქნებ. აი, შემიძლია გამოვრიცხო პორტსაიდი და პორტროიალი. დიახ. და გვჩება პორტატურიდან და პორტვილადან. დიახ. თქვენ რომელი გონიათ უფრო? უფრო პორტ არტურიდან. რისკავთ თუ შეწყვეტ თამაშს? პორტვილას გავრისკავ. თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება არის? ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება არის დიახ, დააფიქსირეთ და ვიტყვი. პორტ არტურიდან. გავაყვითლოთ? დიახ. ვაყვითლებთ. C პორტ არტურიდან. რო გეთქვათ პორტ ვილადან, რასაც აპირებდით, თქვენ არასწორი იქნებოდით. რა თქმა უნდა, პორტ არტურიდან არის სწორი და 500 ლარი თქვენია. დახმარებები აღარ დაგვრჩა და მივადექით მერვე კითხვას. 1000 ლარი. რომელ მუნიციპალიტეტს ეკუთვნის სათაფლიის ნაკრძალი? A. წყალტუბოს, B. ჩოხატაურის, C. მარტვილის, თუ D. სენაკის. სათაფლიის ნაკრძალი. ვიცით სად არის? კი, ქუთაისში მე. კი ბატონო. ესე იგი რომელ მუნიციპალიტეტს შეიძლება ეკუთვნოდეს თუ ქუთაისშია? წყალტუბო, ხავარბა. წყალტუბოს ვიტყოდ. გგონიათ თუ აფიქსირებთ? გგონიათ. თორე თუ არასწორად უპასუხებთ, თქვენ დაკარგავთ 200 ლარს და ჩამოვარდებით 300 ლარზე. თუ სწორი იქნება 1000 ლარი თქვენი იქნება. თუ არა, მესამე ვარიანტიც არსებობს, შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ 500 ლარი. ვრისკავთ თუ წყვეთ თამაშს? ვრისკავ წყალტუბოს. საბოლოო პასუხია? წყალტუბო. A. წყალტუბოს. სათაფლიის ნაკრძალი ეკუთვნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტს. რა თქმა უნდა. და 1000 ლარი თქვენია. ჩოხატაური ეს გურია. სენაკის სამეგრელო და მარტვილის სამეგრელო. დიახ. მეცხრე კითხვა 2000 ლარი. რომელ ქალაქში ჩატარდება 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები? A. ლოს-ანჯელესში, B. რიო-დე-ჟანეიროში, C. მელბურნში, თუ D. ლონდონში. ოლიმპიური თამაშები, ზაფხულის. შემიძლია გამოვრიცხო. რას ვრიცხავ? გამოვრიცხავ რიო-დე-ჟანეიროს და მელბურნს. რატო? იმიტომ რომ რატომღაც მახსოვს რომ აქ უკვე ჩატარდა არც თუ ისე შორ წარსულში. დიახ.
დარჩა ლოს-ანჯელესი და ლონდონი. ლოს-ანჯელესი არის ამერიკაში და ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაინტერესებულია პოპულარიზებით საკუთარი ქვეყნის. და მიმაჩნია, რომ პასუხი უნდა იყოს ლოს-ანჯელესი. უნდა იყოს. დიახ. გარისკავთ? დიახ, საბოლოო პასუხი? ლოს-ანჯელესი. A. ლოს-ანჯელესი. ეს სწორი პასუხია. 2000 ლარი თქვენია. ძალიან კარგი ცოტნე და მივადექით მეათე კითხვას, ეს გარანტირებული 3000 ლარია. მეათე კითხვა 3000 ლარი. რა ნუმერაციით შევიდა ისტორიაში ალექსანდრე მაკედონელი? A. პირველი, B. მეორე, C. მესამე, თუ D. მეოთხე. ვიტყოდი, რომ ეს კითხვა არის ჩემთვის პირველი კითხვა. იმიტომ რომ ვიცი პასუხი და ეს ძალიან კარგი. არის ალექსანდრე მესამე მაკედონელი. საბოლოო პასუხია ალექსანდრე მესამე მაკედონელი. ფილიპე მეორე იყო მამა. C. მესამე. და ეს სწორი პასუხია. ცოტა გილოცავ. თქვენ გარანტირებული 3000 ლარი გაქვთ. გარანტირებული 3000 ლარი გვაქვს. ამ ფულს ვერავინ ვეღარ შეეხება თქვენს გარდა. დახმარებები აღარ გვაქვს, მაგრამ წინ კიდევ 5 შეკითხვა დაგვრჩა. მე-11 კითხვა. 6000 ლარი. რა ერქვა ბეთჰოვენის მოსწავლეს, რომელსაც კომპოზიტორმა გადმოცემით მიუძღვნა თვარის სონატა? A. სუზანა, B. კატარინა, C. ჯულიეტა, თუ D. ემილია? აქაც ლოგიკას ჩავთავ. კი ბატონო. ამ ლოგიკის 100%-იანი პასუხი არ გვაქვს. 100%-იანი პასუხი არ მაქვს. კი ბატონო, ჩავთვალე ლოგიკა. ბეთჰოვენი ეს არის გერმანელი კომპოზიტორი. შესაბამისად, შეიძლება მაინც და მაინც სწორი ლოგიკა არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ სავარაუდოდ გერმანელისთვის უნდა მიეძღვნა ეს იმ პირობებში, როცა სამი პასუხი უფრო იტალიური სახელია. სუზანა, კატარინა და ჯულიეტა. და ანუ ორი პასუხი რაც შემიძლია დავტოვო არის კატარინა და ემილია. და აქედან უნდა გამოვირიცხოთ ახლა ერთი. ცოტა თქვენ არაფერს არ კარგავთ. დიახ. 3000 ლარი გარანტირებული თქვენია. თავისუფლად თამამად შეგიძლიათ თქვა, უპასუხოთ და თუ სწორი იქნება თქვენ 6000 ლარი იქნება. მაინც იგივე ლოგიკას გავაგზავნებ, მოდი რადგანაც მოვიფიქრე და მგონია რომ კატარინას არ ამგონია ყოფილიყო ეს სადღაც ინგლისური სახელია და მიმაჩნია რომ პასუხი არის ემილია D. საბოლოო პასუხი მინდა. D ემილია. D. ემილია. ცოტა თქვენ რომ გეთქვათ ჯულიეტა თქვენ მართალი იქნებოდით. სამწუხაროდ ეს არის ჯულიეტა, თუმცა 3000 ლარი თქვენია. მადლობა კარგი თამაშისთვის და წარმატებებს გისურვებ. ხო. ჩვენ ვაგზელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100000. ხო, მიესალმოთ. მონიკა წურწუმია. მონიკა არის 23 წლის ცხოროწყუდან. სტუდენტი გახლავთ, რაზე სწავლობ მონიკა? თავისუფალ მეცნიერებებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან კარგი. მონიკას ჰობია წიგნების კითხვა, ხატვა, მშვენიერი. კიდე რა არის ჰობი? შენ თვითონ მითხარი.
ჩანაწერებს ვაკეთებ. ჩანაწერებს აკეთებთ. რა ჩანაწერებს? ყოველდღიური. რაღაც ჩემი აზრები გადმომაქვს. დღეს ჩაწერეთ რა? დღეს არა, მაგრამ ჩაწერთ რა? ჩავწერთ აუცილებლად კი. რა ჩაწერთ ეს თამაშს გააჩნია. ნახოთ როგორ წავა თამაში. ნახოთ როგორ წავა თამაში. კი. ძალიან კარგი. ვისთან ერთად მოხვედით მონიკა? მეგობრებთან ერთად მოვედი. მეგობრებო, მოგესალმებით. რაში გამოვიყენებთ 100.000 ლარს? მოგზაურობაში. ვფიქრობ, სადმე წავალ სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად. რომელი ქვეყანა მაინც? ვფიქრობ, ალბათ სამხრეთ ამერიკა, ან შორეული აღმოსავლეთი, იაპონია. შორს მინდა. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მონიკა, მე წესებში გახსენებ 100.000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3000-ს. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა. თუ არასწორად მიპასუხებ კითხვას, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? გასაგებია. ძალიან კარგი. მზად ხარ თამაშისთვის? სად ვარ? მაშასე, ჩვენ ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100.000. პირველი კითხვა. 100 ლარი. სხეულის რომელი ნაწილი ტოვებს უნიკალურ ანაბეჭდს, რომელიც დანაშაულის გამოძიებაში გამოიყენება? თითის ბოლო, ყურის ბიბილო, ცხვირის ნესტო თუ ქუთუთოები? თითის ბოლო. თითის ბოლო. 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. სკოლაში რა იმართება ხოლმე პერიოდულად მოსწავლეების, მშობლებსა და კლასის დამრიგებელს შორის? მშობელთა კონსილიუმი, მშობელთა ასამბლეა, მშობელთა კრება, მშობელთა სჯაბასი. ბოლო პასუხი ძალიან საინტერესოა. მაგრამ ამ შემთხვევაში მშობელთა კრება C. ამ შემთხვევაში მშობელთა კრება. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა. 200 ლარი. რა ქვია ამერიკის შეერთებული შტატების კინოხელოვნების აკადემიის მიერ გაცემულ პრიზს, ცნობილ ქანდაკებას, რომლითაც ჯილდოვდებიან კინოხელოვნებაში მიღწევებისთვის? ოსკარი, ომარი, ოლივერი, ორლანდო? ოსკარი. ოსკარი. რა თქმა უნდა, 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა, 250 ლარი. თუ საათის ციფერბლადზე ისრები აჩვენებს ზუსტად 6 საათს, რამდენ გრადუსიანი კუთხე იქნება საათისა და წუთების ისრებს შორის? 180, 90, 15 თუ 10? 6 საათს გასწრო ესე, გასწორებული 6 საათი. 180 გრადუსია, ეგ. 180. 250 ლარი თქვენია, მონიკა, და მიუახლოვდით გარანტირებულ 300 ლარს. მეხუთე კითხვა, 300 ლარი. რით იყო სახელგანთქმული ცნობილი ლიტერატურული გმირი დონ ჟუანი? მექალთანეობით, უბადლო ვაჭრობით, კულინარით თუ ასტროლოგიის ცოდნით? მექალთანეობით. ზუსტად გვახსოვს. მექალთანეობით. და 300 ლარი თქვენია, გარანტირებული. რომელსაც ვეღარავით წაგაცნობ. ასევე გაქვთ 3 დახმარება და მეექვსე კითხვა. 400 ლარი. რომელ საფეხბურთო კლუბში არ უთამაშია ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას? ნაპოლიში, B დინამო ბათუმში, C მანჩესტერ სიტიში თუ D პარის სენ-ჟერმენში? ვიცით ხვიჩას, ასე ვთქვათ,
ფეხბურთში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს ვიცი და წესთან უნდა შემეშალოს ერთი წუთი. ნაპოლიში ვიცი რომ ითამაშა, დინამო ბათუმშიც იყო. დიახ. C, მანჩესტერ სიტიში არ უთამაშია. საბოლოო პასუხია? C, მანჩესტერ C. მანჩესტერ სიტიში. ხვიჩა კვარაცხელია. არ უთამაშია მანჩესტერ სიტიში. სწორად გახსოვთ? 400 ლარი თქვენია მონიკა. მეშვიდე კითხვა. 500 ლარი. რომელია დედამიწაზე ცნობილი ყველაზე მაგარი მინერალი? A. ზურმუხტი, B. საფირონი, C. ფირუზი, თუ D. ალმასი. ცოტა ვინერვიულეს ამ ბოლოში ჩახვედით, ან თავიდანვე ვიფიქრე რომ ალმასი იყო და რადგან სავარაუდო პასუხებშიც ხვდება D. ალმასი. საბოლოო პასუხია? კი ბატონო. D. ალმასი. და ეს სწორი პასუხია. 500 ლარი თქვენია მონიკა. ძალიან კარგად მივდივართ. დახმარებები გვაქვს. არ გამოგვიყენებია და მერვე კითხვა. 1000 ლარი. რომელია საქართველოს უმაღლესი მწვერვალი? A. შხარა, B. უშბა, C. თეთნულდი, თუ D. მყინვარწვერი. აი აქ ნამდვილად შემეშლება მგონი. რადგან არ მახსოვს ზუსტად. თუ ზუსტად არ გვახსოვს, ხო. დახმარებები შეგვიძლია გამოვიყენოთ. მოდი დარბაზს ვკითხავ, რადგან ფიქრობ რომ 50-50-ზე ალბათ ისეთი პასუხები დარჩება. შეიძლება შემეშალოს. ამიტომ დარბაზის დახმარება დამჭირდება. ამიტომ ვიყენებთ დარბაზის დახმარება. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვთხოვ, ვინც იცის სწორი პასუხი, აწიოს ხელი. მხოლოდ ვინც იცის. დიახ. დიახ, აბა გაგვეცანით. მოგესალმებით. თემურ დუდუჩავა. პასუხი თუ სწორად მახსოვს, უნდა იყოს შხარა. ანუ გეოგრაფია ლადგუშინ არ მისწავლია, მაგრამ მე მგონი იმის მერე არ დადნებოდა. მადლობა. კიდევ გთხოვთ, რომ გაგვეცდოთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. მე ვარ მარი სალუქვაძე. Yeah. სწორი პასუხი არის A. შხარა. მადლობა. გამარჯობათ, მე ვარ რეზი ბლიაძე და სწორი პასუხია A. შხარა. მადლობა. მადლობა გულშემატკივარს. ვენდობი, რა თქმა უნდა, A. შხარა. ანუ საბოლოო პასუხია? A. შხარა. A. შხარა. და ეს სწორი პასუხია. მადლობა. მადლობა დარბაზ. მონიკა 1000 ლარი თქვენია. გვაქვს 2 დახმარება და მეცხრე კითხვა 2000 ლარი. რა ენაზეა შექმნილი ცნობილი ოპერის კარმენის ლიბრეტო? A. ფრანგულ, B. იტალიურ, C. ესპანურ, თუ D. ლათინურ. გვიყვარს ოპერა მოდი. ოპერა არ მიყვარს, მაგრამ ვიცი რომ კარმენი არის ჟორჟ ბიზესი. ამიტომ შეიძლება ფრანგული იყოს, მაგრამ თვითონ კარმენი ესპანურ მოტივებზეა. დიახ. ვაი. ხომ არ გავრისკო და დავაფიქსირო დახმარების გარეშე. თქვენი ნება მონიკა. თუ სწორად უპასუხებთ, თქვენ 2000 ლარს მოიგებთ. თუ არასწორად უპასუხებთ, თქვენ დაკარგავთ 700 ლარს და დარჩებით 300 ლარის ამარა. მაინც ორ ვერსიას შორის ვარჩევ. 50-50-ზე ვფიქრობ, შეიძლება არ გამომადგეს ეს ორი ვერსია, რომ დამრჩეს, მერე რა ვქნა. შეიძლება არ დარჩეს. ეგ ორი ვერსია კომპიუტერზეა დამოკიდებული. ვენდო კომპიუტერს. ეს მე ვერ გეტყვით. ჟორჟ ბიზესია კარმენი, რატომ იქნება ესპანურად? რისკავთ მონიკა თუ ვიყენებთ დახმარებას? არ ვიცი. მოდი გავრისკოთ.
არ ღირს ჩემი აზრით ამაზე დახმარების გამოყენება და თუ არასწორი იქნება, ჩემ თავს დავაბრალებ. იყოს რადგან ჟორჟ ბიზესია კარმენი, იყოს ა ფრანგული. საბოლოო პასუხია? ა ფრანგული. ვაყვითრებთ. ა ფრანგული. თქვენ რომ გეთქვათ ესპანური, თქვენ არასწორი იქნებოდით. სწორი პასუხია ფრანგული და 2000 ლარი თქვენია. ორი დახმარება გაქვთ და მივადექით გარანტირებულ მეათე კითხვას 3000 ლარი. თუ რა თქმა უნდა სწორად მიპასუხებთ. ნახეთ. მეათე კითხვა 3000 ლარი. სოციალური პლატფორმის სახელწოდება Instagram-ი არის Instant Cameras და რომელი სიტყვის კომბინაციაა? A. Program B. Hologram C. Telegram თუ D. Diagram. აბა, მონიკა. დავიბენი. 3000 ლარზეა თამაში. სოციალური პლატფორმის სახელწოდება Instagram-ი. Instagram. იყენებთ Instagram-ს? ვიყენებ. მაგრამ პასუხი არ ვიცი. მაგრამ პასუხი არ ვიცით. 50-50-ზე ხომ არ გამოიყენებთ დახმარებას? აი, ჯერ ვიფიქროთ და კი ბატონო, შეიძლება ვიფიქროთ. დავრეკო კიდევაც, თუ დამჭირდა. ვიფიქროთ. სოციალური პლატფორმის სახელწოდება თუ Instagram-ი. ამაღლა შეგვიძლია ვიფიქროთ, არის ვიმსჯელოთ. Instant Cameras და რომელი სიტყვის კომბინაცია. ჰოლოგრამა ხომ არა, არა, რატო? ან პროგრამა უნდა იყოს, ან ალბათ პროგრამა უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი. დავიბენი. მოდი 50-ზე, 50 ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერის ვთხოვთ საშალოს ორი არასწორი პასუხი. ხო, მაშინ დარჩა ტელეგრამი და დიაგრამი. თქვენ ფიქრობდით არ უნდა იყოს ტელეგრამს პროგრამას და წაგიშალათ ის. ხო, ეგ წაგუშალა. კომპიუტერმა დიახ. ტელეგრამ გავიფიქრე, მაგრამ რატომღაც რადგან პროგრამა ეწერა, მაგისგან მიმიწევდა გული და კარგია რომ წაგუშალა. დიაგრამა არ უნდა იყოს ალბათ. ლოგიკურად არა? მოდი დავაფიქსიროთ C, ტელეგრამ. საბოლოო პასუხია? საბოლოოა კი. C. ტელეგრამ. მონიკა 3000 ლარი გარანტირებული თქვენია. რომელსაც ვერავინ წაგაჭრებთ. და ასევე დაგჭათ ერთი დახმარება ზარი ახლობელთან. და მე-11 შეკითხვა 6000 ლარი. ყურადღება. რომელი წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღეს ქალებმა მონაწილეობა პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში? A. 1900 B. 1908 C. 1916 D. 1920 რა სამწუხაროა. არა და დღეს ვკითხულობდი ოლიმპიური თამაშების ისტორიაზე და ვერ ჩავედი იქამდე, ვერ მომასწარი სამწუხაროდ. ვერ მომასწარით? აქ იქამდე მოსვლამდე. სანამ ქალებმა დიახ. ხო, სანამ ქალებმა. მიიღეს პირველად მონაწილეობა. რატომაც 1916-ისგან მიმიწევს გული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობარი ვისაც ვაპირებ ახლა დარეკვას. დიახ. ეცოდინება აუცილებლად, ასე მგონია. საბასთან ვრეკავთ, ჩემი მეგობარი. საბასთან ვრეკავთ. ვიყენებთ მესამე დახმარებას ზარი ახლობელთან და ვრეკავთ საბასთან. საბა მოგესალმებით. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ. მონიკა წურწუმია მისის, ახლა მე პირისპირ და თქვენი დახმარება ჭირდება. დიახ. თუ სწორად უპასუხებს კითხვას, მოიგებს 6000 ლარს. თქვენ
30 წამი გაქვთ დრო და მონიკა თავად დაგისვამთ კითხვას. და თქვენი დრო ჩაირთო. საბა, რომელი წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღეს ქალებმა მონაწილეობა პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში? 1900 წელს, 1908 წელს, 1916, 1920. საბა გესმის? რავი. ხო, მალე უნდა ყოფილიყო ესეთი. 10 10 წამი გვაქვს? 1900 იქნება ალბათ. 1000 რომელი? ყველაზე ახლოს რომელიც 1900. 1900? 2 1 დრო ამოიწურა. საბამ თქვა 1900-იო, ოღონდ ალბათ დააყოლა. ეს ალბათ 100%-იანი პასუხი არ არის. ალბათ მეწყინა. თუმცა თქვენ გარანტირებული 3000 ლარი გაქვთ. და თუ ამიტომ არასწორი არაფერს იქნება არ თქვენი ვკარგავ. პასუხი, კი ბატონო. დიახ. თუმცა თუ ვენდობი. სწორად უპასუხეთ, ხო, საბას უნდა ვენდო, მე სხვა გზა არ მაქვს. მოიგებთ. დიახ. და საბას იმედი მაქვს, ამიტომ 1900. ვენდოთ საბას. ვენდობით მეგობარს. რა თქმა უნდა. და საბოლოო პასუხია? 1900. 1900. მონიკა, თქვენ 6000 ლარი მოიგეთ. მადლობა საბას. მადლობა. მადლობა საბას. დახმარებები აღარ დაგვრჩა, თუმცა წინ 4 შეკითხვა დაგვრჩა და მე-12 კითხვა 12500 ლარი. ყურადღებით. ამ ვეშაპებიდან რომელი მიეკუთვნება კბილებიანი ვეშაპების ოჯახს? A. ლურჯი ვეშაპი. B. კაშალოტი. C. კუზიანი ვეშაპი. თუ D. ჯუჯა ვეშაპი. ერთადერთი ის ვიცი, რომ ლურჯი ვეშაპი უნდა გამოვრიცხო. რატო გამორიცხავთ? რატომაც ვიცი, რომ თუ მსმენია, რომ არ აქვს კბილები. წესებთან დაკავშირებით მაქვს რაღაც კითხვა. ახლა მე შემიძლია, რომ არ ვუპასუხო და 6000 წავიღო. რა თქმა უნდა. თქვენ გაქვთ მაგის უფლება. ის თამაშია, სადაც გაქვთ ამის უფლება, რომ შეწყვიტოთ თამაში კითხვის მოსმენის შემდეგ და წაიღოთ თქვენი 6000 ლარი. და არ გარისკოთ. შეიძლება. 3 ვარიანტიდან ვარჩევ, ანუ ახლა, რადგან გამოვრიცხე A. არ ვიცი არც ერთი. კუზიანი ვეშაპი. თითქოს არ უნდა კონდეს კბილები. ჯუჯა ვეშაპი. იქნებ ჯუჯა ვეშაპებს აქვთ კბილები. იქნებ. აი კაშალოტი მგონია. კაშალოტი მგონია. დიახ. მაგრამ არ მინდა გარისკვა. რას კარგავს? 3000 ისედაც გარანტირებულია. 3000 კარგავთ. ხო, 3000 კარგავთ. არ ვიცი. კაშალოტი მგონია, მაგრამ სწორად უპასუხეთ 12500 ლარს მოიგებთ. კაშალოტი ალბათ იმიტომ მგონია, რომ კუზიანი ვეშაპი და ჯუჯა ვეშაპი მგონია არც მსმენია და შეიძლება მაგიტომ მგონია კაშალოტი. არ ვიცი. გადაწყვეტილება თქვენზეა, მონიკა. ახლავე? გარისკავთ? თუ არა? მოდი, არა უშავ 3000 ლარის დაკარგვას. არა უშავ 3000 ლარის დაკარგვას და რისკავთ? რისკავ. იყოს რისკავთ და B კაშალოტი. საბოლოო პასუხია. საბოლოო პასუხია. რისკავთ და საბოლოო პასუხი B კაშალოტი. მონიკა, თქვენი რისკი
სწორი აღმოჩნდა. 12500 ლარი თქვენია. დანარჩენებს კბილების ნაცვლად აქვს ხოვანი ფირფიტები. დანარჩენ ვერ შაპებს, ასე ვთქვა. აჰა, არ ვიცოდი. გილოცავთ. მადლობა. მადლობა. მონიკა, თქვენ გაქვთ 12500 ლარი. დახმარებები აღარ დაგვრჩა და წინ დაგვრჩა 3 კითხვა. სანატრელ 100000 ლარამდე. მაშასე მე-13 შეკითხვა 25000 ლარი. რომელი პაპი არ არსებობს კლერიკალური შეცდომის გამო, რადგან ნუმერაციას გადაახტნენ. A. იოანე მე-20, B. პავლე მე-5, C. ლეო მე-10, D. გრიგოლ მე-13. მსგავსი რაღაც მსმენია, დიახ. მაგრამ არ ვიცი რომის პაპზეა საუბარი. რა ხსმენიათ ისე? აი მსგავსი რომ ერთ-ერთი რომის პაპი რაღაც გამოტოვეს, ასე ვთქვათ. დიახ. მაგრამ რატომ არ წავიკითხე რომელი რომის პაპი იყო? ან შეიძლება არ მახსოვს უბრალოდ? წაიკითხეთ და შეიძლება არ გახსოვთ. შეიძლება. გონი არ ღირს ამაზე რისკი? ვერც მეხსიერებას ვაიძულებ რომ რამე გაიხსენოს. მე შეცდომა არ დაუშვას შემთხვევით. გონი ჯობია რომ შევწყვიტო. მონიკა, თუ სწორად უპასუხებთ, 25000 ლარს იგებთ. მიმზიდველად ჟღერს. თუ არასწორი იქნება პასუხი, ამ შემთხვევაში დავკარგავთ 9500 ლარს ეგ ცუდად ჟღერს. და ჩამოვარდებით 3000 ლარზე. ხო, ცუდად ჟღერს ეგ. მოდი წავიღებ 12500. საბოლოო გადაწყვეტილება თქვენი ეს არის, რომ წაიღებთ 12500 ლარს. დიახ, და წყვეთ თამაშს. დიახ. ჩვენ წყვეთ თამაშს მონიკასთან ერთად და 12500 ლარი თქვენია, გილოცავთ. მადლობა. თუმცა მონიკა რა გახსოვთ საკითხულიდან? რას უპასუხებდით მაინც? აი მართლა არ მახსოვს. ალბათ ვუპასუხებდი გრიგოლ მე-13-ს. არ ვიცი. გრიგოლ მე-13, გავაკეთოთ გრიგოლ მე-13. და თქვენ არასწორი იქნებოდით, ეს იოანე მე-20 გახდათ, თქვენ სწორად მოიქეცით, რომ არ გარისკეთ და 12500 ლარი თქვენია. მადლობა. გილოცავთ. მადლობა. მადლობა საინტერესო თამაშისთვის. მადლობა. ხო, კარგად გაგებულე. ჩვენ თამაშობდით თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100000. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.